ამას ხახნო ესე ვერ ისწავლის. ანუ სადაც კი აქვს საშუალება, ლელუსთანაც იგივე გააკეთა, მარიამთანაც იგივე გააკეთა და ანასტასია რო დაინახოს ახლა რო წყვილშია ვინმესთან. ანასტასიასაც დაეჩალიჩება. მუზებს იმიტომ არ ეჩალიჩება, რომ წყვილში არ არიან. ჯავახა და მარიამი ჩემი აზრით არ დაშორდებიან, იმიტომ რომ ნახეთ, ეხლა ცოტა ისე რო შევხედოთ ამ ამბავს. ნასვამზეც კი მარიამი ამბობდა, რომ მე ჯავახა მომწონს, ჯავახა მიყვარს და ვერაფერი ნასვამზეც კი ვერ ათქმევინა ლორენცომ. ახლოს კი მიიტანა, ეხლა კამერა ეს მოსაწევი სივრცე რო არის, აქ ხედგას და ზემოთ არის კამერა სავარდლებისადაც დევს, ხო? და ერთი კამერა არის იქ და დანარჩენი ხელის კამერა შემოდის ხოლმე და ამ მოსაწევ სივრცეში თუ რაღაცა ხდება, გვიღებდნენ და ანუ კამერასთან შედან და ნუ სახეები მიიტანეს ახლოს. აი ზუსტად იგივე გააკეთა ლორენცომ ლელუსთან. ზუსტად იგივე. არ იცოდა რომ ლელუს დიასა შეყვარებული ყავდა, არ იცოდა რომ ლელუ წყვილში იყო, მაგრამ აი კამერებთან როგორი სიამოვნებით იდგა და ახლოს მიუტანა ეს ლელუს სახე და წელზე ხელს ხვევდა და ასე შემდეგ. ხოდა ხახნო რა ვიცი მე ლორენცოს ეხლა ლორენცოში ძალიან ბევრი ეს თვისება არის ერთად თავმოყრილი და ფაქტობრივად ერთი დიდი კოქტეილია ეს კაცი ლორენცო ბევრი სხვადასხვა თვისებების რა ანუ იქ რაღაცა ფსიქოპატური რაღაცებიც აქვს ხო ანუ ცივად და ესე რაციონალურად შეუძლია დაეტაკოს ადამიანს ემოციებზე ეთამაშოს, წყობიდან გამოიყვანოს და მე ისე დადგეს და უყუროს ის წყობიდან გამოყვანილი როგორ ესხმის ამას თავს და იყოს ძალიან ბედნიერი ამით. ლორენცო, ეხლა მოდი სიმართლე ვთქვათ, რომ მოსაგებად ადამიანს საერთოდ არ ჭირდება, რომ იყოს რაღაცა განსაკუთრებულად იდეალური და განსაკუთრებულად მაგარი ადამიანი და ასე შემდეგ. მოგებისთვის, რა ვიცი, რეალიტი შოუს მოგებს ეს მართლა, ნუ ეხლა ბევრ ადამიანს შეიძლება მოაწონოს თავი აი ამ რაღაცა მებრძოლი ხასიათთან, აქვს ბევრი კარგი თვისება ლორენცოს, რასაც ახლა ვერ დაუკარგავ, არის ძალიან ისეთი გაწონასწორებული ემოციები, ხა არ ვიცი, თავიდანვე არ ქონდა ემოციები, რომ მე ამ ემოციებს ემუშავა და გადადო გვერდზე, კიდე სხვა თემაა, მაგრამ ადამიანი არის ძალიან ძლიერი იმ კუთხით, რომ ადვილად შეუძლია თვითონ შეურაცხყოფები აიტანოს, იქ ბონდოს შეფურთხებები აიტანოს და ესე იდგეს ხო მყარად. იგივე ძალიან ანუ ბონდო ზუკა გუგა გამოიყვანა წყობიდან, წამოკიდა თავის პროვოკაციაზე და ამ ყველაფერში ისე მოახერხა, რომ თვითონ გამოვიდა მშრალად, ხო, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ. ჯავახა და მარიამზე რასაც ვფიქრობდი, ანუ ეს იყო ის, რომ ნუ ეხლა ჯავახა თუ შეხედავს, რომ თვალი მარიამიც კი ჯავახა მიყვარსო იძახდა, ანუ სინთვრალეშიც კი მაგას იძახდა, ამ შემთხვევაში დაშორების საბაბი არც აქვს ჯავახას მე თუ მკითხავთ, მაგრამ ეს ხო გეუბნებით ჯავახას გადასაწყვეტია და ვიღაცა შეიძლება თulis რომ ეს მიზეზი არაფერი არ არის, ვიღაცა თulis რომ ეს მიზეზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ხა მე არ მიყვარს ხოლმე ესე იმპერატიულო რომ აი ამან ესე უნდა მოიქცეს და ის ისე უნდა მოიქცეს. წყვილში ხო ვინ როგორ აღიქვამს ამ მომხდარ მოვლენას ამ წყვილზე არის დამოკიდებული და ხა მე თუ მკითხავთ მარიამი ძალიან ცდილობდა ჯავახა
მარიამის დამშრობას. კი, მე თუ მკითხავთ, თავარი მაგ ამბავში იყო, რომ მარიამი ნასვამიც კი ჯავახას ჯავახა მიყვარსო მაგას ამბობდა და ანუ ლორენცოსთან ეს და ან კიდეაო ლორენცო მაგას ამბობდა. მაგრამ რეალურად ახლა ჯავახამ რა შეიძლება ვერ გადახარშოს, რა შეიძლება იყოს ჯავახასთვის მიუღებელი. ეს არის ჯავახას გადაწყვეტილება ხო, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ. ეხლა ნახეთ ლორენცომ რაც გააკეთა ხო რომ ეს დაინახა ნასვამი მარიამი და მოდი ეხლა გამოვიყენებ ამ მომენტს იმისთვის რომ ჯავახას გოგო ავახიო და ჯავახა დავამარცხო და ასე შემდეგ ხო ეხლა რა გააკეთეს ეხლა დიდი განსხვავებული არც არაფერი გაუკეთებიათ ლელუს და მუზებს ანუ მოდი სამი მუზას ვიტყვი ლელუს და მუზას რო ვიტყვი სამი მუზას იმიტომ რომ მაგათი მიზანი და მაგათი ქცევები ხოლმე ძალიან მსგავსი. ანუ მაგათ რო დაინახეს რომ მარიამი არის მთვრალი, ხა ამათაც იციან ხო, ნასვამი მარიამი როგორია, წყობიდან ადვილად გამოდის, ემოციებს ვერ იკავებს ასე შემდეგ და მოდი ვნახოთ და გააყავს ამ იმას, რა ქვია, ჯავახას ეს მარიამი და ესენი მისდევენ რომ რაღაცა უნდა რომ ათქმევინონ შეურაცხყოფა რომ კიდე -5000 ხმა კონდეს და კიდე სანქცია კონდეს და რაც შეიძლება ადვილად გაგონონ. ანუ ხედავენ რომ ადამიანი ხა თქვენ დავუშვათ რეალურ ცხოვრებაში როგორ იქცევით დაუშვათ ყველას გვინახია დაუშვათ მთვრალი ადამიანი და რას ვაკეთებთ მთვრალი ადამიანს რომ ხედავთ ვერიდებით ხო რეალურად ანუ ცხოვრებაში რა იქნება ნორმალური ქცევა რომ მთვრალ ადამიანს რომ დავინახავთ მოვერიდოთ იმ მთვრალ ადამიანს რომ რაღაცა არ მითხრას რაღაცა არ მესროს რაღაცა ზედმეტი არ მითხრას ხო იმიტომ რომ ხედავთ მთვრალი ადამიანი ცუდია, კარგია, როგორია, მე მაგალითად მთვრალ ადამიანს ვერიდები, არ ვიცი, ხა თქვენ როგორ იქცევით. მაგრამ ამ შემთხვევაში ხა როგორც კი ამათ დაახეს საშუალება, რომ არიქა ჩვენ მარიამზე მოგვეცემა კომპრომატების საშუალება, არიქა ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, რაც ლორენცომ გააკეთა რეალურად, ის გააკეთა მუზებმა და მუზებმა და ლელუმ სამმა მუზამ რომ მთვრალია მოდი წამოდი ვნახოთ აბა რას იზამს აბა წამოდი რომ რა გვითხრა მაგან იცი ნახუიო წამო აბა კიდე გავიგოთ აბა ვის უთხრა ეგ და ასე შემდეგ სასწაული თიკო მოდი აქვე ვიტყვი რა სად არის ჩემი მოდერატორი თიკო სად ახარ თიკო, ჩემი მოდერატორი თიკო, გეხვეწები, თიკო დაწერე მარიამის ნომერი, მეგობრებო, მე ვარ მარიამის გულშემატკივარი და შესაბამისად აქ დავწერთ უშუალოდ მარიამის ნომერს და მარიამს დაუმესიჯეთ მესენჯერიდან და ტელეფონით. გულშემატკივარი ვარ პროექტის ბოლომდე ხახრო. არ არის 0302-ია. თიკო, სადაც შეცდომით დაწერენ, ის დაამიუთე. და თუ შეიძლება დაწერეთ, არ არის ხახნო პრობლემა, დაწერეთ თუ შეიძლება ნომერი და აპინეთ მეგობრებო, რომ მე ვარ მარიამის გულშემატკივარი, იცით? ეხლა ვინც აქ დამიწერთ რომ მარიამის ეს აქციელი მოგწონთ თუ მარიამის ის აქციელი მოგწონთ თუ ასე შემდეგ მე შეიძლება მარიამის რაღაცა აქციები არ მომწონდეს ამას ცალკე ვეტყვი და დავალაპარაკები მაგრამ გულშემატკივარი ვარ მარიამის იმიტომ რომ ეგ არის ყველაზე გულწრფელი ადამიანი ჰაუსში ვინმე დაწერეს ნომერი და აპინოს თიკამ რომ აპინული იყოს ეს ნომერი მეგობრებო. ნუ ეხლა რა არის ჰაუსში გამოიკვეთა ადამიანები რომელიც ეხლა ეს ლაშა იძახდა რომ მოიცავ კაცო ფეიკი თუ არ ეგწულო მეო ძალიან მკიდიაო და თქვენო რა განერვიულებთო მუზებს ეუბნება ანუ ლაშამ ვერ გაიგო ლაშა ქვია ხო ამ ბიჭს გერმანიდან შამ მოკლედ ლაშა ეუბნება რომ რას გადაიკიდეთო ფეიკი წვილი თუ არის თვითონ იძახიან რომ ერთმანეთი მოგწონს და რას გადაიკიდეთო იყონო ფეიკებიო კაცო თქვენო რატო არ გკიდიათო ხა მე მაგალითად ძალიან
ძალიან კიდეა და ეს მუზა ახლა იმას ხوار ეთყვის რომ იმიტომ ვაშავებთ რომ მე ჩვენ უფრო კარგად გავიმარჯვოთ და ასე შემდეგ და ეს მუზა ეუბნება რომ აიო გარედანო ბავშვები რო უყურებინო ბავშვებსო რატო უნდა ეგონოთ რომ მაგათო ნამდვილად მოწონთო ერთმანეთი ახლა მეგობრებო ძალიან არ აინტერესებთ და ძალიან ფეხებზე კიდია ახლა თინათინს, დიანას და ლელუს გარეთ ბავშვები სინამდვილეში რას იფიქრებენ და როგორი ფიქრებენ ამ love stories-ზე ხალხ რომ მაგათ აინტერესებს თავიანთი მოგება და გაშავება love stories კი არა და ჯავახასი და მარიამის იმიტომ რომ თვითონ მოიგონ და ეხლა ვითომ გარეთ რომ აყურებელია და გარეთ რომ ბავშვებია ზუსტად მაგაზე დარდობენ ახლა ვინ დაიჯერეთ ვის გჯერათ რომ სულ გარეთ მყოფი ბავშვების დარდი აქვთ მუზებს გამარჯობა მეგობრებო ლორენცოს ხო და მადლობა მეგობრებო გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა ახლა აქ დიდად არ მოუყვები ხა იმაზე რომ ეს როგორ არაერთ უბრალოდ გუშინდელ ეპიზოდზე მინდოდა მეთქვა და ახლა აქ გოგოები ვინც ხართ და გოგოები ვინც მისმენთ გოგოები აი მინდა გითხრათ რომ ძალიან ხშირია ეგეთი ბიჭები გარეთაც ანუ ლორენცო როგორიც არის და ხშირ შემთხვევაში ხა გოგოებს გონიათ რომ ვაიმე არიქა მე მაინც მოვწონ ვარ შეყვარებულთან ერთად რო ვარ საქმროსთან ერთად რო ვარ კვართან ერთად რო ვარ არა მეგობრებო თქვენ კი არ მოწონხართ უბრალოდ კონკურენციაში და პაექრობაში არიან ეგენი და მაგით იკვებებიან და ეგ სიამოვნებთ თორე აქ საერთოდ ქალზე არანაირი ინტერესი არ არის ეგეთი კაცების მხრიდან და ხა მოდი ვთქვათ რომ ლორენცო როგორიც არის ეგეთი ხა თლათ ეგეთი უნიკალურიც არ არის ეს ბიჭი და ესეთი ადამიანები ხშირად შეგვხვედრია გარეთ უბრალოდ ხა მან არის ძალიან მკვეთრად გამოხატული ტიპაჟი და იმაში რა ქვია ცხოვრებაში შეიძლება ვიღაცა ცოტა მალავდეს ცოტა შეფარვით კონდეს ეს წარმოჩენილი და ხა ეს ლორენცო პირდაპირ ყველა მთვისებას ავლენს იმიტომ რომ ეჩქარება მოგება ეჩქარება ანუ ეს რა ქვია გოგოს გარეშე რო დარჩა ყველა გოგომ სხვა ბიჭი აირჩია ეგ არავინ არ აირჩია ჰაუსში და ასე შემდეგ ანუ მეგობრებო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრებს ახლა რა ვიცი ხო წინაზე ვიცი რომ ძალიან აქტიურობდით შესაბამისად თქვენი აქტიურობა არ დარჩენილა გულგრილი თუმცა წინაზე მოდი ვთქვათ რომ ჯავახას გულშემატკივრებიც მარიამს აძლევდნენ ხმას და ახლა ჯავახას გულშემატკივრები ვინც გაბრაზებულია მარიამზე არ ვიცი რამდენად მისცემს ხმას მარიამს არიპინებავ ნომერი მეგობრებო ვინმე დაწერეთ მარიამის ნომერი რომ მოდერატორმა აპინოს თუ შეიძლება მარიამის ახალი ნომერი 302-ით რომ თავდება იქ დაწერეთ თუ შეიძლება და მოდერატორი აპინავს აი ეხლა თქვენთან მაქვს მეგობრებო შეკითხვა არ აქვს მნიშვნელობა ვისი გულშემატკივარი ხართ აი ლორენცოსნაირი ახლობელი რომელიც წყვილში მყოფ გოგოს დაუწყებს ჩალიჩს აი როგორ ფიქრობთ ეგეთ ადამიანზე ანუ ეგეთი ახლობელი გეყოლებოდათ სანაცნობო წრეში ანუ შეიძლება მეგობარი არა მაგრამ სამეგობროში აი გეყოლებოდათ ეგეთი მეგობარი
მე მგონია რომ ლორენცოს მეგობარი არ წყავს. ანუ ძმაკაცები და მეგობრები არ ყავს. როგორც ვიცი ხე შეყვარებულიც არ ყავს, მაგრამ ნახეთ ეს აძინოკი ვოლკის და Forever Alone-ის იმიჯი, იმიტომ აქვს უბრალოდ რომ ძალიან მაგისია ეგ, ანუ ყველასთვის მიუღებელი, ანუ ნორმალური ადამიანისთვის ყველასთვის მიუღებელი, ანუ ვიღაცა უნდა კაიფობდეს ეგეთი არაჯანსაღი ადამიანით, რომ საახლობლოში ყავდეს, ხო? ანუ ეგეთივე რაღაცებზე უნდა კაიფობდეს. ხო, იგივე ლორენცოს თავისნაირი ადამიანი იმაში სამეგობროში ვერ ყოლება, იმიტომ რომ შეჭამენ ერთმანეთს. ანუ მაგას ჭირდება ადამიანი, რომელიც აი ესეთ თვისებებზე, მაგისაზე იქნება ოკეი, იმიტომ რომ თვითონაც ეგეთი რაღაცებით იკვებება. მადლობა მეგობრებო გულებისთვის, არ ვიცით, იკო აქ აპინე რაც საინტერესო შეკითხები თუა, ნუ ჩემთვის გუშინდელი ეს ეპიზოდი საინტერესო იყო, იმიტომ რომ თვითონ აი ნახეთ რატო იყო საინტერესო, იცით ეს ეპიზოდი, კიდევ იმას გეტყვით, რომ ეს ეპიზოდი იყო იმიტომ საინტერესო, რომ ნახეთ რეალურად მე პირადად აი ძალიან ბევრჯერ მინახია ჩემ წრეში დაუშვათ ჩემ ახლობელ გოგოებსაც დამართნიათ იგივე რომ დაუშვათ ბიჭი ეჩალიჩება მანამ სანამ ხედავს რომ ეს წყულშია როგორც კი დაშორდება ხალხო ეს ქალი ინტერესს კარგავს ესეთი ბიჭისთვის იცით ხო თქვენ ეს ამბავი როგორც კი დაშორდება და როგორც კი წყულში არ არის ანუ ლელუ და მარიამი არის ხა ლორენცოსთვის საინტერესო იმიტომ რომ შეყვარებულები ხავთ იმიტომ რომ ლორენცო ამ შეყვარებულებთან არის კონკურენციაში თორე მაგალითად ანასტასია დიდად არ აინტერესებს მუზეუმი დიდად არ აინტერესებს იმიტომ ხან მუზეუმი წყულში ყოველთვის ის არის ზურამ და გუგამაც თავი შორს დაიჭირეს იმდენად არაადეკვატურები არიან მუზეუმი ხო ცოტა სხვა კატეგორიაა ეს ცოტა სხვა კატეგორიაა მუზეუმი რომელიც ეხა სულ ფლირტი ყოფილიყო ჯავახაზგან სული ამოხადეს და ბოლომდე აკაჩავეს ეს ბიჭი რა რას ქვია მე შენ მოგწონდიო სულ ფლირტი ყოფილიყო კიდევ ამბობ ფლირტი რომც ყოფილიყო კაცი იძახის რომ მარიამი მიყვარსო დაასვა და სული ამოხადა დიანამ რას ქვიაო ჯიჯიშვილი official მე რატომ ელოდებიან თვითონ მოვიდნენ თუ უნდათ აქაც იმას ვიტყვი ახლა დავუშვათ ბიჭი აი წარმოიდგინეთ სიტუაცია ხალხო გოგოები ხო ხართ რა ვიცი თუ გინდა ბიჭებმაც წარმოიდგინეთ იგივე მაგალითად ბიჭი გეფლირტავათ და დაინახეთ რომ ეს ბიჭი ხა შეყვარებულთან ერთად არის და ამბობს რომ ეს გოგო მიყვარსო. თქვენ რას იზავთ? ანუ ჯანსაღი ადამიანი რას იზავს? ანუ რა ვიცი ხა უყვარს და წყილში არის ხო? ხო და რა გააკეთა დიანამ? შეაგდო წიხლით ჯავახა ოთახში, აკაჩავა, აბულინგა რას ქვიაო შენო მე მოგწონდიო და ეხა რას ქვია მაგრამ ანუ ხალხო მაგავში არა ჯანსაღია და რა ვიცი ჯანსაღი ვინც არის ის გაილიყება თავისთავად მეც დიდი იმედი მაქვს შერიგდებიან და ჩემი პროგნოზი არის ის რომ ხوارი პარასკევი ხვალ ლაივი ხوارი მარიამის გვერდით იქნება ჯავახა მე ესე მგონია მე მგონია რომ ჯავახა იქნება ხვალ მარიამის გვერდით და მაქსიმალურად დაუდგება გვერდით. მე არ მგონია რომ ჯავახა რაღაცა ემოციების აყოლის გამო რაღაცა გარიყოს და ზურგი აქციოს მარიამს. მე
ესეთი შეხედულება მაქვს, არ ვიცი ხალხო, მე ყველას მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. ჯავახამაც თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მისაღები, რა არის აპატიებელი, რა არის უპატიებელი და ასე შემდეგ. ანუ წყულში ყველა თვითონ ირჩევს ამას, მაგრამ მე მგონია ჯავახას მე თქვენ გარედან უყურებთ, მეც გარედან უყურებ, მაგრამ მე შიგნიდანაც ხედავდი მაგ ბიჭს, ხო? და ვიცნობ კარგად, ანუ ჯავახას თვისება არ არის ადამიანის გარიყვა. ჯავახას თვისება არ არის ზურგის შექცევა. ჯავახა არის როგორი ადამიანი, არის უკიდურესად მეგობრებო, ხა მე არ ვამბობ, რომ ჯავახას შეცნობები არ მოსდის. ხა ძალიან ბევრი შეცდომა შეიძლება მოდიოდეს ჯავახას და არავის არ ვიტყვი, რომ არის იდეალური და შეცდომა არ მოსდის, თუმცა ჯავახაზე რაც შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან მეგობრული, ანუ ეს ქართული თვისება ძალიან აქვს, რა ეს ძმაკაცობა, გაგება, მეგობრობა და ასე შემდეგ. ეხლა ყოველთვის ყველგან კი არ გეხმარება ეგ თვისება, იმიტომ რომ შენ რო გაქვს ეგ თვისება, მეორე მხრიდანაც ეგეთივე თვისებით უნდა შეგხვდეს, რომ ურთიერთობა გააბო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეხლა ჯავახა რო ეგეთია, ჩვენთან ჰაუსში ყველა ბიჭი ეგეთი არისო. მაგალითად ბონდო არ იყო ეგეთი, არც ქუთაისელები არ იყვნენ ეგეთი. დიდი მადლობა გულისთვის. ხო და ჯავახაძე რაც შემიძლია ვთქვა, რომ არის უკიდურესად მეგობრული გოგებთანაც, ბიჭებთანაც, ნუ უფრო განსაკუთრებით ბიჭებთან. დიდი მადლობა რაღაცებს რომ იგზავნით, ძალიან მიხარია. ძალიან მეგობრული ადამიანია, ანუ მაინც უფროსი ძმისის აქვს რა, აი ჯავახა არის უფრო აი დამცველი და ესეთი ტიპაჟია რა. არის ადამიანი, რომელიც არის უფრო შემტევი. ლორენცო არც დამცველი არც შემტევია, მაგრამ იცის რომ აი ვიღაცა დასუსტდეს, მაგალითად მარიამი დაათვრეს, ცოტა არ იყოს თლად კარგ ფორმაში და მერე მივიდეს და მერე დაესხას თავს, იმიტომ რომ ფხიზელი მარიამი მაგისთვის ხელმიუწვდომელი იყო. ანუ ფხიზელი მარიამი ვერ შეაბა, ეგ ვერანაირად პირიქით მარიამი იძახდა, რომ მე მაგასო ვერ ვიტანო. ის ვიდეო ნახე ლორენცომ როგორ გამოათრია სკამით ლელუო, არ მინახია. ხახნო, თქვენ უნდა ჩამიგდოთ რაღაცები თუ გინდა რომ ვნახოთ. თქვენ რასაც მიყრით ხოლმე, მე ვუყურებ ხოლმე ეპიზოდებს და ვუყურებ ვიდეოებს, რასაც თქვენ მიყრით. მე მეტის თავი არ მაქვს. თამარი, შენ ხო არ იცი ჯავახა და მარიამი მართლა დაშორდნენო. ჩემი აზრით არ დაშორდებიან და ჩემი აზრი არის ეგეთი, რომ ჯავახა მარიამის გვერდით იქნება ხვალ. ყველას იგივე კითხვა აქვს. თიკა რა კითხვა არის? აბა აუპინოთ. თუ იცით რომ დაშორდა, მე რაღაც მეკითხებით ხალხო, აბა რა გითხრათ. თამარი ბარამაშვილი, ჯავახა და მარიამი დაშორდნენ თუ არა? ნახეთ, დაშორებას თქვენ ასე ძახით. წვილი რომ რაღაცა უთანხმოებაშია და უკმაყოფილოები არიან რაღაცათი დაშორება არის ეგ. მე მგონია რომ იქიდან გამომდინარე რომ მაგათ მართლა ძალიან მოსწონთ ერთმანეთი, ისევ და ისევ ვიტყვი რომ მე ვერავის სიყვარულზე თავს ვერ დავდებ ხალხო, მე მქონია თვითონ მომენტი ცხოვრებაში მაგათ ხელა რო ვიყავი, მეგონა რომ მიყვარდა და თუმე არ უყარებია და ასე შემდეგ და ეხლა სხვა ადამიანებზე მე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვი, მე რო ვიყავი მაგათ ხელა, მეგონა რომ მიყვარდა და თუმე არ უყარებია, რა ვიცი, მეგონა მაგ დროს რომ მიყვარდა. და რა ვიცი ხა ყველა შეიძლება ეგრე ეგონოს, ხო? რაღაც მომენტში, რაღაცა ემოციურ ფონზე. მოკლედ, once again, як чему?
მოკლედ ამ წელს მართლა მოსწონთ ერთმანეთი. არ ვიცით ახლა ჩვენ საკურთხეველთან ეგენი მივლენ, ხელის თხოვნა იქნება თუ არა, შვილების დაგეგმა და ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონია რომ მართლა ძალიან მოსწონთ ერთმანეთი. ხვალინდელ ლაივზე მე მგონია რომ თუ მოვახერხე აუცილებლად მივალ, იმიტომ რომ მარიამს დავუჭირო მხარი. მე მგონია რომ ჯავახა იქნება ხვალ მარიამის მხარდამჭერი და მარიამის გულშემატკივარი. ეხლა წარმოიდგინეთ მარიამ და ჯავახა რო დაშორდნენ, ჯავახას გულშემატკივრებმა და ჯავახამ რო ზურგი აქციოს მარიამს და მარიამი რო გავარდეს, რა ბედნიერი იქნება ლორენცო, როგორი კმაყოფილი იქნება და როგორი გამარჯვებული იქნება ლორენცო ამ შემთხვევაში. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ როგორი არ მაქვს აკრძალული. ბევრჯერ დაწერე და არ მაქვს აკრძალული. ხო და კი თიკა წადი ნახე და მოგვიღევი მერე. ხო და შესაბამისად მე მგონია რომ ჯავახა ზურგს არ შეაქცევს ხვალ ესეთ კრიტიკულ მომენტში და ესეთ რთულ მომენტში მარიამს და მე მგონია რომ მარიამის გვერდით იქნება ხვალ ჯავახა. არ ვიცი შემდეგ როგორ რანაირად გააგრძელებენ ისინი ჰაუსში ან ჰაუსის გარეთ ურთიერთობას, ეს არის ხალხო მაგაცე დამოკიდებული, მაგრამ ჯავახას ზურგის შექცევა ზოგადად არ ახასიათებს. ანუ ეგეთი ტიპი არ არის, რომ აი ვიღაცას რაღაცა ჭირდებოდეს და ეხლა ის გაბრაზდეს და დაიკიდოს და ზურგი აქციოს და თან ეხლა როცა ადამიანი მოგწონს ერთ დღეში და დღენახევარში სულ ერთი ის ადამიანი ვერ გახდება, ხო? კი ძალიან სამწუხარო, აი გუშინ მარიამი იყო რაღაცა მომენტში ძალიან ბედნიერი, ეს პარიზის ბილეთები რო აჩუქეს, პარიზში მივდივართო და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან გახარებული იყო. თუმცა ძალიან სამწუხარო რაღაც მოხდა, ეს პროვოკაციული შეტევა, რომელიც აი მაგ მომენტს ხალხო ლორენცო ელოდებოდა რამდენი ხანი ელოდებოდა. უწერა რომ ლორენცო ფსიქოლოგიურად იცოლა და არის არაკაცი, მორჩოლორი 4 რა არის აქ გასაკვირი ხალხო. ვინმეს გიკვირთა ეს აქციელი? მე მაგათად ლორენცოსგან არ გამკვირვები არაფერი, იმიტომ რომ ლორენცომ ნახეთ თვითონ ჰაუსის დაწყებიდან მარიამის და ლორენცოს კონფლიქტს თუ მივადევნებთ თვალყურს, სანამ ბონდოს ამოიჩემებდა, მანამდე ყავდა მარიამის ამოჩემდა რაღაცას ეთყო და შენი გაკეთებული საჭმელი არ ვარგა ან რაღაცა. აი ხა მაგალითისთვის გეტყვით. მარიამს რო ეთყოდა რომ შენ საჭმელების გაკეთება არის, მარიამს ეს წინდა და მას შვებოდა რა ქვია, შენ ჩემზე ეგრე რატო ამბობ და ასე შემდეგ და ეხლა თქვენ წარმოგიდგენთ რომ ჩემთვის ეთქვა რომ შენ საჭმლის გაკეთება არიცი და შენ გაკეთებულ საჭმელს არ შევჭამო. ლორენცოს რო ეთქვა ჩემთვის. მე ვეტყოდი ამ ჩემს არ არსებულს თუ არ შეჭამ შვილო ჩემო, ნუ შეჭამ ხო? მე რა და დავიკიდევდი ფეხებზე, საერთოდ არ იქნებოდა მაგას ჩემთვის არანაირი ემოციური დატვირთვა. არ უნდა და ნუ შეჭამს ახლა იგივე ლელუნ თუ ვინ არ ჭამა ხო ჩემი გაკეთებული საჭმელი და ძალიან ფეხებზე მეკიდა ხალხო ვიღაცა თუ არ შეჭამს საჭმელს ძალიან არ მაინტერესებს ეგ. მე არ შეჭამს და ნუ შეჭამს, რაც უნდა ის შეჭამოს. მაგრამ ნახეთ თუ მაგის გაკეთებულ საჭმელს დავიწუნებდით და არ შევჭამდით, მუზებმა რა ამბავი ატეხეს, რომ ჩვენ აქ მომავალი ქმრები გვიყურებენ თუ ვიღაცა და მოკლედ ეს ვიღეს პირად შეურაცხყოფათ. ანუ რამდენაირი ადამიანი არსებობს, ხო?
ელე ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ელე. მაგაზე ლაპარაკობ ახლა ამდენი ხანი და ხვდებით ხო ერთი და იგივე მესიჯი და ერთი და იგივე საქციელი ლორენცოში შეიძლება ყველა მიიღოს სხვადასხვანაირად. ანუ ეგეთივე ანუ ლორენცოსგან დიდად არ განსხვავდება ლელუ. ანუ ლორენცოს საქციელებში ძალიან გავს ლელუ. ახლა ლელუმაც მოვიდა და შენ რაღაცა კოუზი გამოიყენეო თუ რაღაცაო, მოსარევათო, რაღაცა კოუზიო და მე შენ საჭმელს არ შეჭამ. მეთქი არ შეჭამ, ნუ შეჭამ. აი დარდი. ადგენ რაღაცა სხვა რაღაცა ჭამს, ანუ მშივრები არ მოკვდნენ ხალხ, რომ ამით არავინ არ დაიღუპა. შესაბამისად, ეს ჩემთვის დიდად ტრაგიკული არ იყო, მაგრამ ნახე, იყვნენ მონაწილეები მაგალითად მუზეები, ვისთვისაც მე შენ გაკეთებულ საჭმელს არ შევჭამ, იყო ძალიან შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი, რომ რას ქვია, შენ ჩემ გაკეთებულ საჭმელს არ შეჭამ. არ შევჭამ, ნუ შევჭამ ხო? მეგობრებო, რა გითხრათ, აბა მით უმეტეს ახლა თუ დაშორებულია ან კამათში ან დროებით ასე ვთქვათ გაბუტულები არიან მარიამი და ჯავახა, მით უმეტეს მარიამს ხალხმა პროექტში დგომა უნდა. ნუ რა ვიცი, მარიამს ჩემი აზრით უნდა ვუგულშემატკივროთ ჯავახასთან შეყვარებული იქნება თუ არ იქნება, მარიამს მაინც უნდა ვუგულშემატკივროთ. ეს არის ჩემი აზრი. მე მარიამის გულშემატკივარი ვიყავი და ვიქნები იმის მიუხედავად ჯავახას შეყვარებული იქნება თუ არ იქნება. უბრალოდ ცუდი ამბავი აქ ის არის, რომ ჯავახას გულშემატკივრების ხმები მოაკლდება, ხვალ თუ ესენი არ იქნებიან ერთად. მე მუზეები ხალხო რაც გავიცანი და როგორც ვიცნობ, კარგი ადამიანები რა ვიცი, რასაც ლორენცო აკეთებდა პროვოკაციულ ქმედებებს, ასევე აკეთებდნენ ნასვამ მარიამთან გუშინ ეს სამი მუზა, ლელუ, დიანა და თინათინი და შესაბამისად ეს სამი მუზაც იგივენაირად იწევდა მარიამს, რომ ოხონდ რაღაცა ვათქმევინოთ, ოხონდ რაღაცა ერთი სული ქონდათ, რომ რაღაცა ეთქვა მარიამს, რომ კიდე -5000 ხმა ქონოდა. და სენდვიჩება, ხო მაგ და სენდვიჩებაზე ერთი ამბავი აწიეს. ანასტასია გილოცავ დაბადების დღეს ნინი გილოცავ დაბადების დღეს და ეს არის მრავალს. მარიამს ჭირდება ხალხო ძალიან ჭირდება მხარდაჭერა, იმიტომ რომ ყველაზე ისეთ ემოციურ დღეშია ახლა. ყველაზე ამათ სახები მანახა მარიამი ხმის ლიდერი თუ გახდა. ხო, საინტერესო იქნება ხახნო, მე რა ვიცი, მე თვითონ არ მიდარდია ჩემ გავარდნაზე და არ ვიცი, მარიამს გულშემატკივრობ მთელი გულით და სულით, მაგრამ ნეტა მაგ ტოქსიკურ გარემოს გამოეცალოს დროულად. ეს გოგო რა დღეში აქდებენ, ეხლა რა უყურებ ხოლმე, მართლა ძალიან მეცოდება ეს გოგო, მაგრამ ნუ ეხლა გულშემატკივრობთ მარიამს, ხო, ეგ სხვა დროს იყოს. ძალიან ისე გულით და სულით გულშემატკივრობ მარიამს, იმიტომ რომ მით უმეტეს თუ ჯავახას მხარდაჭერა მოაკლდა ხალხო, მით უმეტეს თუ ის მარტო დარჩა მთელი ამ იმაში აქვია ასპიტთა ბუდეში და ყველა მაგის შესევაზე და ყველა მაგის გააგაშავებაზე რო ფიქრობს. შენ წარმოიდგინე შესაბამისად მეგობრებო, არ ვიცი ხა თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ მით უმეტეს როცა ხა ყველა თუ ზურგს აქცევს და ჯავახაც თუ ზურგს აქცევს ხალხო, არ ვიცი ხა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველა თუ ზურგს აქცევს, მაგ შემთხვევაში მარიამს კიდე უფრო მეტი მხარდაჭერა დაჭირდება.
ვინ ხარ მარიამისი გულშემატკივარი ვარ მადლობა მეგობრებო გულებისთვის საჩუქრებისთვის ძალიან მხარია ხოლმე გულებს რომ იგზავნით ძალიან მიხარია გულებს რომ იგზავნით ხოლმე მეგობრებო გამარჯობა ვინც ახლა შემოვედით საუბრობდით ლორენცოს მსგავს ტიპაჟებზე რომლებიც გარეთაც გვხვდებიან და არც ისე უნიკალურია ეს ბიჭი და მსგავსი ბიჭები ხალხო მოდი ვთქვათ რომ არსებობენ არაერთი აი რამდენიც გინდათ იმდენჯერ შემჩნევია რომ აი დავშვით გოგო არის წყვილთან ხო ან კაფეში ან ბარში ან სადღაც ვართ და აი გოგო შემოვიდა მაგალითად და ზის თავის შეყვარებულთან ერთად მივა ეს ბიჭი გახედავს გამოხედავს თვალებს ჩაუკრავს ჰაი-ჰუი რატო ხდება თქვენი აზრით ეს ანუ დაილია სინგლ გოგოები ბიჭის გარეშე ანუ რომ მოიხედოს ძალიან ბევრი გოგოა რომელიც არ არის შეყვარებულის გარეშე რას გადაეკიდებიან ხოლმე მაინც ისეთ გოგოს ვინც არის წყვილში იმიტომ რომ იმ ბიჭთან პაექრობა და ასპარეზობა და იმ ბიჭის დამარცხება და გოგოს როგორც ნადავლის წამოღება ეს უხარიათ ხოლმე რეალურად სხვა კი არაფერი ხალხო არ ვიცი მე ჩემი პროგნოზი არის ის რომ მარიამი და ჯავახა შერიგდებიან ლელუს ფან პეიჯი რო სტორიზე მნიშნავს არა უშავს მეგობრებო ლელუს ფან პეიჯი რა ხან ხარ მაინც ვნახავ შენ სტორის და მაინც გადავაზიარებ შენ სტორის კი რა თქმა უნდა ყველას ხალხო თქვენი ნება ვისაც კიდათ იმას დაუჭირეთ მხარი მე საერთოდ არ ვამბობ რომ მაინც და მაინც მე რასაც ვიძახი ეგ არის სიმართლე და არ ვარ ზოგადად კატეგორიული ადამიანი რაც მაგრამ გუშინდელი ეს ეპიზოდი ჩემთვის იყო ძალიან აი ნაცნობი ლორენცოზე აქვს სტორი და იმიტომ კი ბატონო ვნახა აი ძალიან ნაცნობი იყო ხალხი არის რომ ლორენცოს ექსაქციელი გაუკვირდათ და საერთოდ არ გამკვირვებია ლორენცოს ექსაქციელი ხალხო საერთოდ არ გამკვირვებია იმიტომ რომ ეგ იყო ლორენცოს ძალიან ტიპიური ქცევა იგივე გააკეთა ხალხო ლელუსთანაც უბრალოდ ლელუ იყო სასროლად წასული მივიდა და მიეკმასნა და თან კამერებში უყურება ახლა ეს დიასა ნამდვილად უყურებს თუ არა და ასე შემდეგ კაი რა გაჩერდი შეკაი ადამიანო ხო ხედავ რომ ადამიანმა შენ არ აგირჩია სხვა აირჩია მარიამმა შენ არ აგირჩია აირჩია ჯავახა ლელუმ შენ არ აგირჩია აირჩია დიასა სადღა ეტენები, სადღა ეკვეხები, სადღა მიგაქვს ეს რაღაცა სახე და ყურთან ჩურჩულებ და რა უნდა აი ხალხო რა უნდა და ეგ უნდა შეგრძნება რომ ეს კაცი ამ შემთხვევაში დიასა თუ ჯავახა თუ რაღაცა დაამარცხა იმიტომ რომ მაგის გოგოს ეფლირტაბა და წართვა როგორც ნადავლი ჩემ კარგო ანუ ძალიან ну ახლა არ მინდა ხოლმე ცოტა ისეთი კატეგორიული იყო მაგრამ მოდი ახლა შევთანხმდით მაგაზე რომ არის ბანძის აქციელი აი ახლა ვინც მიწერთ რომ ვის მოგწონთ მარიამის აქციელი აი ვინ ამართლებთ ლორენცოს აქციელს ვინ ამართლებთ ლორენცოს აქციელს ხალხო აი ვის მიგაჩნიათ რომ ლორენცოს აქციელი არის ოკ და ლორენცოს აქციელი არის ნორმ აი ვინ თვლით რომ აი თქვენი მეგობარი რო იყოს ლორენცოს მსგავსი ადამიანი და ეგრე მოიქცეს თქვენთვის ნორმალური იქნება ბაისი
ლაუდი სისიმუგიუ ბასასიმ გაიღვიძა ხალხო ხალხმა მე არ ვიცი ლორენცო გარეთ რო გამოვა ну მოდი ახლა ვთქვათ სიმართლე პრინცეს კი მასე იყო ესე იგი ვინ თვლით რომ ლორენცოს გულშემატკივრებს ლორენცოს აქციელი არ გაუტყდათ. აი ვის გგონიათ რომ ლორენცოს ხო ყავს გულშემატკივრები, ყველა მონაწილეს ყავს თავისი გულშემატკივარი. აი ხა ვინ ფიქრობთ რომ ლორენცოს გულშემატკივრებს რაც ნახეს ლორენცოს აქციელი ეგ მოეწონათ, აი თქვენი აზრით? ლორენცომ ფარ დაახადა ბონდოს, ლორენცომ ფარ დაახადა ზუკა გუგას. ეხლა ზუკა გუგა როგორ შემოვიდა? ხო, ჩვენი იუმორისტები ვართ, ჩვენ ხუმარები ვართ. ხო და იუმორისტი ხარ და ხუმარა თუ ხარ, ჩემ პაროდიაზე რატო ჭედავ? ჯავა ხა მე მგონი როგორც ვიცი ძმის დაბადების დღე გარეთ უნდა გასულიყო და დაბრუნდებოდა სახლში ერთ-ერთი მონაწილე დათო გავიდაო მართალია ხალხნო თიკა სადა ხარაბა მეგობრებო რჩება მოდერატორმა მომაწოდა ეს ინფორმაცია რომ ახალი მონაწილე გასულა და ნამდვილად ესია ძალიან სამწუხაროა ეგ საინტერესო მოთამაშე იქნებოდა. კი, დათო გავიდა, ბებია დაეღუპა, უსამძიმრებ დათოს და თან არ მოეწონა პროექტში სიტუაცია, აღარ დავბრუნდებიო, რატო არ მიყვირს? სტრიმებს სად უყურებთ და ვუყურებთ ვინც უყურებს YouTube-ზე. მიხვდა რა ბინძურად მოუწევდა თამაში და ალბათ არ არის ცუდი ადამიანი. გეთანხმებით იქა დათო, რა ვიცი, თავისი პროფესია აქვს ადამიანს, ან ცდილობდა რომ რაღაცა უფრო თავის პროფესიაში ცნობადი გამხდარიყო. ხა არ უნდა ვიღაცა ადამიანებთან ჭიდაობა იმით, რომ აი შენ ცუდი ხარ, იმის გაშავება, იმის ნეგატივის ფრიალი აქეთ-იქიდან ყველას, აი ჩემთვისაც არ იყო ეგ, ხა სიმართლე გითხრათ. ძალიან ბევრი მიზეზი იყო იმისი, რომ ეხა დაადგე ამ ყველა მონაწილეს და ცუდი რაღაცები ამოუქეკო რაღაცა საქციელში და აფრიალო და დღე და ღამე ეძახო, რომ აი შენ რო ეს გააკეთე, ამიტომ ხარ ცუდი და ასე შემდეგ. ანუ
შესაძლებელია, რა თქმა უნდა, რასაც ლორენცო და ეს სამი მუზა აკეთებს, ძალიან შესაძლებელია ყოველთვის, ხა მაგათაც შეიძლება რომ ამოუქეკო ძალიან ბევრი შეცდომა, რასაც აკეთებენ და არ უნდა გააკეთო და სინამდვილეში ესე კი არ უნდა ეთქვათ, ისე უნდა ეთქვათ და სინამდვილეში ესე კი არ უნდა ეგულისხმოთ და ისე, აი ეგ შეიძლება ხალხო უსასრულოდ, ხო? ძალიან დიდი მადლობა საჩუქრებისთვის. ეგ შეიძლება უსასრულოდ, მაგრამ არის კატეგორია, რომ მაგის კეთება სიამოვნებს, ხო? ეს ლორენცო და სამი მუზა არის ადამიანები, რომ აი მე ეს არის მარიამი მთვრალია, წამოდი, აბა რა გითხრა, რა მოგვაძახა, ხა მოიცა იძინახუიო, წამოდი, აბა უთხრათ, აბა კიდე. და არის ადამიანი, რომ ხედავს, რომ ადამიანი არის მთვრალი, ადამიანი არის ემოციურად არასტაბილური, გამოეცლება, დაჯდება და რაღაცა შეგნებულად მოიქცევა, ხო? ანუ სხვადასხვა ტიპის ადამიანები არიან ხალხო. ეგენი შეეჩვნენ ჩხუბს ნელ-ნელა და ეს ბიჭი ახალი შესულია და ამდენი ჩხუბი ნახა უკვე გეთანხმები, ხო და ეხა იფიქრა რომ არის საშუალება რომ გავიდე აღარ დავბრუნდე, გავალ აღარ დავბრუნდები. მე პირველივე კვირას წამოვიდოდი, უბრალოდ შედეგები გაბათილდა. პირველივე კვირას წამოვიდოდი და დიდი სიამოვნებით გავხდებოდი მაყურებელი, უბრალოდ პირველი შედეგები გაბათილდა, მეორე პარასკევი იყო და პროექტმა დააბტოვა და მესამე კვირა იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე, აი ეს ბონდოს გაწევ გამოწევა და რომ მოდიოდა და ეს რაღაცა იფურთხებოდა ეს კაცი გული იყამ გამიხდა. ხა აჩიკოს და ბონდოც რო ხედა ხოლმე დარბიან აქეთ-იქით, აი რო წარმოვიდგენ რომ ბონდო რეებს აკეთებდა. ხალხო ნუ გლოვობთ შერიგდებიან რომ მეც მგონია რომ შერიგდებიან კეთიკა მეც მგონია რომ შერიგდებიან საფუძბოლო არ არის კეთილი ხან კეთილია ხან არ არის კეთილი გვანცა გამარჯობა გვანცა დიდი მადლობა მეგობრებო გულებისთვის გულებს რომ მიწახით ძალიან მიხარია ნახეთ დაშორებაც ჩვეულებრივი ცხოვრებისეულმა უნდა ხან დავშორდებით ხან შევრიგდებით ანუ წყვილებს ეგ ახასიათებთ ზოგადად იცით ხო დაშორება შერიგება წყენა ჩხუბი ანუ წყვილებს ანუ ესე სტატიკურად სულ ესე ხო არ იქნება არის ხოლმე რომ ხან უხარიათ ხან წყით უხარიათ წყით და ასე შემდეგ რომელიმე წყვილი იცით ხალხო სხვათა შორის ერთი ვიდეო მედო წყვილები რომელიც მოდი ჩხუბი კი არ ვთქვათ ჩხუბი ნეგატიურია ცალსახად მაგრამ წყვილი რომელიც არასდროს არ კამათობს აი ეგეთი წყვილი წარმოიდგინეთ მეგობრებო რომელიც არასდროს არ კამათობს ჩვეულებრივი ადამიანი ჩვეულებრივი მოკვდამი ორი ადამიანი რომელიც არასდროს არ კამათობს აი წარმოიდგინეთ ეგეთი წყვილი და რა შთაბეჭდილება გეხრებათ ამ წყვილზე ანუ ყველაფერში ეთანხმებიან ერთმანეთს ორი სხვადასხვა ადამიანი და სულ რო ერთ ოჯახში იყო გაზრდილი შეიძლება შენი ოჯახის წევრებს არ დაეთანხმო ხო რაღაცეებში ანუ წყვილი რომელიც არასდროს არ ჩხუბობს კი არა და არ კამათობს ჩხუბი არ არის ნორმალური მე მგონია რომ ჩხუბამდე სანამ მივა საქმე მანამდე კამათით და საუბრით და ესე თქვა რაღაცა შეთანხმებით შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხები რომელიც ძალიან ბუნებრივია რომ წყვილში იყოს ძალიან ბუნებრივია და წყვილი რომელიც არ კამათობს ხალხო აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს წყვილი როგორია მე გეტყვით როგორია ეს წყვილი ამ წყილში რომელიც არასდროს არ კამათობს აუცილებლად ერთი ითმენს სანამ შეუძლია ითმენს და მერე რო არ შეუძლია რო აღარ შეუძლია ადგება და გარბის კამათზე ესე ვთქვათ იზოლაცია და კამათზე უარის თქმა ნიშნავს ის რომ მე ჩემს სათქმელს ვერ ვამბობ არ ვაწყენინო ჩემი ნათქვამით რო ვაწყენინო შეიძლება დამშორდეს რო ვაწყენინო შეიძლება გაბრაზდეს რო რაღაცა ვთქვა შეიძლება არასწორად გამიყოს და ასე შემდეგ შიში იმისა რომ თავისი ნათქვამით რაღაცა შეიძლება დაშავდეს
ხო და ამ რაღაცას რახან ვერ ამბობენ ხალხ, ადგებიან ხოლმე ითმენენ, სანამ შეუძლიათ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ამ მოთმინებასაც აქვს ხოლმე რაღაცა ზღვარი და ამ ურთიერთობიდან რა შვებიან ხოლმე და გარბიან. კი ბატონო, შეიძლება იმიში გქონდეს თიკა, რომ არ დაკარგო და სულ ეთანხმებოდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლა ეთანხმები. ანუ შიშის გამო რო ეთანხმები, ეს არ ნიშნავს, რომ ეთანხმები. მარიამ და ჯავახა ჩემი აზრით შევიგდებიან ხალხო, თუ მე მეკითხებით რას ვფიქრობ, მე ვფიქრობ, რომ ჯავახა და მარიამი დაშორდებიან და ხვალ ლაივზე ჯავახა იქნება მარიამის გვერდით. მე ესე მგონია, რა ვიცი, ხა შეიძლება ჯავახამ გადაწყვიტოს, რომ ესე კი არა სხვანაირად, მაგრამ მე რატომღაც მგონია ესე. გვანცამი პასუხი გთხოვა, მე იმხელა სახელი და გვარი აქვს, მე მგონი მთელი ყველა ოჯახის წევრი სახელი და გვარი ერთად. მეგობრებო, მე ერთხელ დავესწარი, მოკლედ ახლა გეტყვით, მე დავესწარი, ზოგადად წყვილებზე დაკვირვება არის ჩემი ჰობი. თავზე რაღაცა ნიღაბი მადევს. ესე იგი, სახლში რომ მოვედი, თავზე გავიკეთე ნიღაბი, იმიტომ რომ ისე ვქვია, შეღების წინ რაღაცა ნიღაბს ვიდებ ხოლმე, რომ თმა არ დაიწვოს და ეხლა მადევს რაღაცა ნიღაბი. მოკლედ. ლაშაზე და ანასტასიაზე ვფიქრობ, რაღაცა იქნება. მე არ მგონია, რომ ანასტასიას გემოვნებაში ჯდებოდეს ლაშა. ანასტასია ბევრად ისეთი უკეთესი გოგოა, მე მგონი. ანასტასია ბევრად უკეთესია ლაშაზე და მე არ მგონია, რომ ლაშა მოეწონოს ანასტასიას, თუმცა ვნახოთ. მოკლედ ერთხელ როდის იყო ეს შარშან დავესწარი, მოკლედ ესეთი ტრენინგი იყო, ტრენინგი კი არა, ეს იყო მასტერკლასი, წყვილების ფსიქოთერაპევტი ატარებდა. როგორ ხდება წყვილებს შორის ფსიქოთერაპია და ამისი მასტერკლასი იყო 3 დღიანი და ძალიან საინტერესო იყო. ეს იყო უცხოელი პროფესორი, მოწვეული ინგლისურ ენაზე იყო, მაგრამ თვითონ ეს პროფესორი იყო ისრაელიდან. და ძალიან საინტერესო ტრენინგი, მასტერკლასი იყო. ანუ გვანახა რეალურად წყვილს შორის რა ხდება ხოლმე, როცა მათ შორის არის კონფლიქტი და უთანხმოება და როგორ ხდება ხოლმე თერაპია. user 1-3 არა სამუდამოდ არ დატოვა ძმის დაბადების დღეა და გუშინ თქვა რომ ჩემ ძმას მივულოცავო და დაუბრუნდებიო. ანუ ძმის დაბადების დღეზე გავიდა. ნიკა 2 შვილი გაკლია შენ. 2 შვილი მყავს, ბიჭი და გოგო. ნიკა რატო თვლის რომ შვილები არ მყავს, არ ვიცი. 2 შვილი მყავს, დიდები, ბიჭი და გოგო. გამარჯობა, მეგობრებო. ხო, მარიამზე ახლა ძალიან დიდი ზეწოლა და ძალიან დიდი გაშავება. მე რატომღაც მგონია, რომ ხმის აი ხლა ვიტყვი ჩემ პროგნოზს და არ ვიცი, ვისაც გინდათ დამეთანხმეთ, თუ სხვა რამეს ფიქრობ, თქვით. მე მგონია, რომ უფრო სწორედ ლორენცო, მარიამი და ლელუ ხვარიანი ხლა აუთსაიდერები.
რატომღაც მგონია რომ მარიამი რომ არ გახდეს ხმის ლიდერი ხვალ პროექტი მაინც დატოვებს მარიამს რატომღაც ესე მგონია პროექტმა რო დატოვოს მარიამი ძალიან დიდი შანსია იმიტომ რომ ძალიან ისეთია პროექტისთვის მარიამი რა ვიცი მე კი დარწმუნებული ვარ რომ მარიამი ხმის ლიდერი გახდება ხალხო მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კიდე ხმის ლიდერი გახდება მარიამი და ფინალამდეც მივა თუმცა ყველაფერი არის ახლა ჩვენზე დამოკიდებული ანუ გულშემატკივრებზე კიდევ ერთხელ გეტყვით ხალხო რამდენი ვიდეოებიც არ უნდა მიიყაროთ რომ აი მარიამმა ადრე ვიღაცა ყავდა, სხვა შეყარებული ყავდა და ვიღაცას აკოცა და ბარში დალია და რაღაცა ჭამა და დალია და ასე შემდეგ 1000 რაღაცები რაც უნდა ვწეროთ, ხალხო მე ვარ მარიამის გულშემატკივარი. ამიტომ ეხა როგორც მარიამის გულშემატკივარი გეტყვით რომ ეხლა უცებ მარიამის აქცელი არ მომეწონოს და აღარ ვუგულშემატკივრო მე ესეთი ტიპაჟი არ ვარ გულშემატკივრობ ხოლმე ბოლომდე ადამიანს და ეხლა ჯავახა იქნება თუ არა მარიამის შეყვარებული და იქნება თუ არა მარიამის მხარდამჭერი მე მარიამის მხარდაჭერი მაინც ვარ მე პირადად მაინც მარიამის მხარდამჭერი ვარ და მაინც მარიამს ვუდგევარ გვერდით იმ კუთხით რომ ვუმესიჯებ და რა ვიცი მაგის ფანებთანაც მაქვს აქტიური ურთიერთობა და ძალიან მიყვარს ეს ბავშვები მარიამის ფანები რა ვიცი პატარა საყვარელი ბავშვები არიან ეს ნაწილი მოჭრან და დადონ დიდი სიამოვნებით ბლუ სტორიზე დავდებ ხახნო არ ვიცი მოკლედ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვინც ვერ გაიგეთ ვინც ახლა შემოვედით ახლა ზოგჯერ იმატებს ხოლმე ახლა ვართ 200 რაღაცა მაყურებელი 216 მოკლედ მეგობრებო მე ვიმეორებ ესეთ რაღაცას ვარ მარიამის გულშემატკივარი მაშინაც ვიყავი გულშემატკივარი როცა სანამ მარიამი გახდებოდა ხმის ლიდერი ორჯერ მერეც გულშემატკივარი ვარ და მარიამის შეყვარებული იქნება თუ არა ჯავახა და ჯავახა იქნება თუ არა მარიამის გვერდით მიუხედავად ამისა მე მაინც ვარ მარიამის გულშემატკივარი ბოლომდე სანამ ეს პროექტი იქნება გარეთაც ვიქნები მაგის გულშემატკივარი ხალხო ძალიან მაგარი ადამიანია გარეთაც ვგულშემატკივრებ ბევრ რაღაცაში რა ვიცი თუ რამე დაჭერდა მაგრამ პროექტში რასაც ვამბობთ ხომ პროექტის 221 ადამიანი გვიყურებს ახლა პროექტში მე მარიამის შეცდომების მიუხედავად მარიამის უცენზურო სიტყვების მიუხედავად მარიამის შეყვარებულის მიუხედავად ახლანდელის თუ ექსის თუ ასე შემდეგ ნინი დიდი მადლობა გულებისთვის მიუხედავად ამისა მე ვარ მარიამის გულშემატკივარი ხახნო და ესე უცებ გადავიფიქრო ვაი მე მარიამის საქციელი მოგეწონა ой არ მოგეწონა არა მე ესეთი ადამიანი არ ვარ ხახნო მე ვიცი ბოლომდე გვერდში დგომა საქართველოში ვცხოვრობ თბილისში კი ბატონო არასდროს არც ერთ ვიდეოში, არც ერთ ლაივში და არცად არ მithქვამს, რომ მარიამი არის იდეალური ადამიანი და არასდროს არაფერი არ ეშლება და ასე შემდეგ. მარიამი თავისი შეცდომებითაც კი ყველას ჯობია ჰაუსში. მარიამს დავუჭიროთ ყველა მხარი და მოდერატორი თიკო თუ შეიძლება რომ აპინო მარიამის ნომერი სტორიზეც დავდებ და ყველანაირად შევეცდებით
ხალხმა ჰაუსის სოცმედი აქ შემოსული არ არის და პროდაქშენი აქ შემოსული არ არის დისკვალიფიკაციას ჩემგან ითხოვთ თუ ვისგან ითხოვთ ჩემგან და თიკოს განითხოვთ ხა მოდერატორი თიკო არის უსაყვარლესი გოგო თუ ვისგან ითხოვთ დისკვალიფიკაციას პროდაქშენი აქ არ არის ხა შემოსული თავისი საქმე აქვს 24 საათი კამერებში შედან რომ ეპიზოდი ააწყონ Messenger-დან შეგიძლიათ ყოველ 10 წუთში მისცეთ ხმა და არის უფასო, უნდა შეხვიდეთ ჰაუსის ოფიციალურ გვერდზე, გახსნათ Messenger-ი და გადაბმულათ ინგლისური ასოებით დაწეროთ get started. Get started-ს რომ დააწერთ, ამის შემდეგ გამოგიჩნდებათ 3 აუთსაიდერი და თქვენ უნდა ირჩიოთ მარიამი. მარიამს ასევე შეგიძლიათ 50 თეთრი ღირსარი ტელეფონიდან დაუმესიჯოთ თავის ნომერზე 093-300-302 303 არის ლელუ მე მგონი. ეხლა ამ პარასკევს მარიამი არის 302. ჩემი აზრით შერიგდებიან ხალხო, რა ვიცი, ხა წესით უნდა შერიგდნენ. ფსიქოლოგიური ძალადობა, ისევე როგორც მაგალითად ეკონომიური ძალადობა და ასე შემდეგ, დიდად არ არის გავრცელებული კი არა სათანადოდ შეფასებული დანაშაულად, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური დანაშაული ხა დაარტყავდა ჩანს, ხო? მაგრამ რეალურად დარტყმაზე, ფიზიკურ შეხებაზე ბევრად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ძალადობა, ამაში გეთანხმებით. და ფსიქოლოგი, რომელიც არის ფსიქოლოგიურად მოძალადი, არ ვიცი ხალხო, რა უნდა მოიგოს ახლა ამ ჰაუსში ისეთი, რომ თავისი რეპუტაცია აღადგინოს ამ ბიჭმა, არ ვიცი, თქვენი აზრით? ხალხო, შეიძლება უბრალოდ გაბუტულები ან ნაწყენები არიან, ვერ გეტყვით, ხლა დაშორება ნიშნავს, რომ მოდი არ ვიცი ხა არ ვარ დარწმუნებული, რომ დაშორებულები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ეს რომ დავშორდითო? თუ თქვენი შეხედულება და თქვენი ვარაუდი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რადგან ჯავახა გავიდა და ამას ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ ერთმანეთთან როგორ კომუნიკაციობენ, ხო? შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგრამ ვინც უყურებდა სტრიმებს, მითხარით, აბა რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ დაშორდნენ? ანუშკა რა ბედნიერი ხარ, ვაიმე, აი შენმა მარიამმა რამის, კი არა და ლამ. ლორენცოს ტუჩებში აკოცა, ანუშკა, ვაიმე. მეზობელი რეჭორებს მოგიყვებო, ისე ვართ იქ, აქ გონია რომ ყველა ხართ შინაურები, ხალხო, აი ეს ჰეითერებიც უკვე შინაურები ხართ ჩემთვის, ვინც მიწერთ ხოლმე რომ ვაი ბებეტი საქმე არა გაქვს, რა ვიცი, ხალხო, მაყურებელი ვარ თქვენსავით და რა ვიცი, უამრავი ადამიანი უყურებს ათასობით და მარტო მე გგონი ვართ, ესე იგი, ის ადამიანი, რომელიც არ უნდა უყურებდეს ჰაუსს. მარიმ თქვა დავშორდითო? არ ვიცი, სტორი დადო ვიდეოში თქვა თუ სად თქვა.
მარიამ რო შემოვიდა უთხრა მიაღწე თქვენიო დავშორდითო ვის უთხრა ალბათ სამი მუზას ხო სტრიმზეო ვერ გეტყვით ხალხ რომ მე სტრიმებს ვერ ვუყურებ თქვენ რასაც მიგდებთ ვიდეოებს იმას ვუყურებ იმიტომ რომ ვიცი რომ თუ რამე საინტერესო მოხდება აუცილებლად ამოჭრით ვიდეოებს ჯერ უყურებთ მე ვიდეოებს ამოჭრით და ჩამიგდებთ ეს მე ვიცი ამიტომ სტრიმებს აღარ ვუყურებ იმიტომ რომ რატო ვუყურო სტრიმს ვიცი რომ ყველაფერს საინტერესოს მიგდებთ აქ არის სხვათა შორის რამოდენიმე პეიჯი თუ რამე ხდება სტრიმზე ეგრევე დებს დიდი მადლობა რაღაცა მაჩუქეს კიდე ძალიან დიდი მადლობა ჯავახა სახლშია იმიტომ რომ სკრინები და ეგრევე შევედი სტრიმზე გუშინ ძალიან მალე გადმოქონდათ სტრიმები და ეგრევე შევედი სტრიმზეო მე მეგობრებო სტრიმებს ვერ ვუყურებ მოიცა გუში რაღაცას ვუყურე მე მგონი მოკლედ მე ვუყურებ ხოლმე თქვენ რო სტრიმებს უყურებთ მე უცებ ვიდეოებს ამოჭრით და მიიგდებთ ეგ არის ჩემი ყველაზე კარგი საყურებელი იმიტომ რომ ვიცი რომ თუ რამე საინტერესო მოხდება ჩემ ინბოქსში ეგრევე აღმოჩნდება რა თქმა უნდა აქ ჩემი გოგოები ხართ შენიაზე მითხარი ლორენცოზე აქ ხართ ძალიან ყოჩაღი ხალხი მეგობრებო ძალიან მიყვარხართ აი ვიდეოებს რომ მიგზავნით ხოლმე ყველაფერს ვუყურებ გვანცა გთხოვ შენი აზრი მითხარ ლორენცოზე და მარიამზე და ხვალ რას თვლი რომელი წავა სახლში მე მაინც მგონია მეგობრებო მიუხედავად იმისა რომ ეხლა იმაზე მარიამზე არის ძალიან დიდი ზეწოლა მარიამზე არის ძალიან დიდი ჰეითი მარიამი ეხლა არის ყველაზე დიდ წნეხში მე თუ მგონია მე თუ მკითხობთ ეხლა ობიექტური შეფასებით მე მგონია რომ ლორენცოს გულშემატკივებს წესით ძალიან უნდა უტყდებოდეთ ლორენცოსთან დამესიჯება. ჩემი აზრით, მაგრამ, ნუ მაინც ყველაზე მეტ წნეხში არის მარიამი. მით უმეტეს თუ ჯავახა დაშორდა, მით უმეტეს თუ ჯავახას გულშემატკივრები გამოაკლდა, მარიამი იქნება ეხლა ყველაზე დიდ წნეხში და ყველაზე ცუდ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ხალხო ვუჭერთ მარიამის გულშემატკივრები ვუჭერთ მარიამს მხარს არ ვიცი რა ხდება ჯავახას გულშემატკივრებთან ახლა აქ თუ ხართ ჯავახას გულშემატკივრები მითხარით მარიამს უჭერთ მხარს სავარაუდოდ მარიამს მაინც უნდა დაუჭიროთ მხარი ჯავახას გულშემატკივრებმა იმიტომ რომ ჯავახას ესე იგი ორი კონკურენტი ლორენცო და ლელუ პირდაპირ არიან ჯავახას მოშორებაზე გადასულები და შესაბამისად ჯავახას გულშემატკივრებს რა თქმა უნდა მარიამი აწყობთ მარიამი ახლა სახლში რადგან მამა ცუდად ყავს მე ძალიან სამწუხაროა მარიამი ხა სად არის ხალხო სტრიმებს ვინც უყურებთ იქნებ კარგად გამაგებინოთ მარიამის მამა მე გავიცანი ლაივზე იყო მოსული ძალიან კარგი კაცია და ისეთია რა ძალიან გულშემატკივრობდა მარიამს მარიამი რო ავად უბრალოდ მარიამის მამა რო ავად არის ეს ჭორია თუ ნამდვილად ეგრეა ხალხო არ ვიცი
კი ძალიან მე თიკარა საყვარელი ხარ. მე თიკარა საყვარელი ხარ. ანუ მარიამი წავიდა, ხალხმა ჯავახა წავიდა, ვიღა დარჩა ახლა ჰაულში, შუქი ჩააქრეს, თუ ის დათო წასულა. მოკლედ დაიშალა ხალხი. მოკლედ მეგობრებო, ხა ალბათ დაგემშვიდობებით მე, იმიტომ რომ რაც თქვი უკვე ყველაფერი თქმაც მინდოდა ლორენცოზე, მარიამზე, ჯავახაზე, სხვა წევრებზე უკვე თქვი ყველაფერი ვისაუბრე. და აბა თქვენი თით მეგობრებო, ხა დაგემშვიდობებით და საინტერესო ვიდეოები ჩამოგდეთ ხოლმე სად? ინბოქსში. აბა თქვენი თით